სურს გამოთქვა მზადყოფნა კვლავ ბატონ ნარმანიასთან მისთვის სასურველი სახის ფორმატში დებატებში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც იგი უწოდებს ფორმატს, სადაც უნდა გაიმართოს დებატები საერთაშორისო სტანდარტებით დაცულ, ასე ვთქვათ, ფორმატში და თითქოს ეს დებატები უნდა გაიმართოს ნეიტრალურ ტერიტორიაზე. რაც ეს უკანასკნელი სამწუხაროდ აბსოლუტურად გაუგებარია თუ რას გულისხმობს ნეიტრალურ ტერიტორიაში, თუმცა მიუხედავად ამისა, მზად ვარ ვედებატო მას იმ ფორმატში, სადაც იგი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს ჩვენ, რომ ჩვენ ვართ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატები, ქალაქისა, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს და მნიშვნელოვანია, რომ დებატები გაიმართოს, საჯარო დებატები გაიმართოს ყველა იმ ტელევიზიაში, რომელმაც უკვე გამოთქვა ამ დებატების ორგანიზების სურვილი, ან მომავალში გამოთქვამს. ვიდრე საუბრობთ, ჩვენ გვაქვს უკვე ორი შემოთავაზება, ტელეკომპანია იმედისაგან და ტელეკომპანია რუსთავი 2-საგან, რომ დებატები გაიმართოს ამ ტელეკომპანიების თოქ-შოუებში, ამ პარასკევს 27 რიცხვში, 27 ივნისს, ქალბატონი ინგა გრიგოლიასგან ჩვენ გვაქვს მოწვევა, რომ ვიდებატოთ მის თოქ-შოუში და მე მივმართავ ბატონ ნარმანიას, რომ პარასკევ დღეს 27 ივნისს მოვიდეს ტელეკომპანია იმედში და გაიმართოს ის დებატები, რომელიც სჭირდება არა მას, არა მე, არამედ თბილისელებს და ჩვენ ამით ელემენტარული პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ თბილისელების მიმართ და სრულიად გაუგებარია თუ რა იგულისხმება ნეიტრალურ ტერიტორიაში. მე მგონი ჩვენ არ ქონია არანაირი ომი, რომ დაგვჭირდეს რაიმე ნეიტრალური ტერიტორია, მე ნეიტრალურ ტერიტორიაზე, როდესაც საუბარი არის, მხოლოდ ერთი რამ ვიცი ნეიტრალურთან დაკავშირებით, ეს არის ნეიტრალური წყლები, ასე გვაქვს დასავლი მე სტუდენტობისას და ამ ნეიტრალურ წყლებში რომელ გემს შეუძლიათ სურვა, თუმცა შეუძლებელია მერობის კანდიდატება გამართონ დებატები ნეიტრალურ ტერიტორიაზე, იქ სადაც არ იმართება არანაირი დებატები. ამიტომ ბატონ ნარმანიას მე მოუწოდებ, რომ ირიბად მოიძახის იმას, რომ მას არ უნდა დებატები. თუ კი მას არ უნდა და არ სურს დებატები პირდაპირ განაცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარასკევ დღეს 27 ივნისს ტელეკომპანია იმედის ეთერში ველოდები ბატონ ნარმანიას და გაიმართება ის დებატები, რომელიც ნათელს მოფენს მის პროგრამას, ნათელს მოფენს ჩვენს პროგრამას და ამით ჩვენ გააზრებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მივცემთ თბილისელებს პრაგმატული და რაციონალური არჩევანის გაკეთების საშუალებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ შეურაცხყოფელია ნებისმიერი კანდიდატისაგან, ჩემსგანაც, ბატონ ნარმანიასგანაც, რომ წინა პირობები წაუყენოთ ერთმანეთს, თუ სად ვიდებატოთ და რა ფორმატში ვიდებატოთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, მიუხედავად თავისა, მის შემოთავაზებაზე მე ვარ თანახმა იმ ფორმატში ვიდებატო, სადაც იგი უფრო მეტად კომფორტულად იგრძნობს თავს, თუმცა მნიშვნელოვანი არ დაგვაუწყდეს ის ტელევიზიები, რომლებიც არის ეროვნული მაუწყებლის, ნებისმიერი ტელევიზია გულისხმობს რუსთავი 2, მაესტრო, კავკასია, იმედი და ნებისმიერი სხვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბატონმა ნარმანიამ უნდა განაცხადოს დღესვე თანხმობა და 27 ივნისს შედგეს პირველი დებატები.